მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება, ვინ არის ჩემი მეორე ნახევარი და როგორ ვიცნობ მას. დღეს გვაქვს 4-პოზიციანი გაშლა, ვინაიდან თითოეული პოზიციის მიღმა არის ერთ-ერთი კაროლი, რომელსაც აირჩევთ ამ 4-დან ინტუიციურად, ან საყვარელი ციფრის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე თითოეული კარტის მიღმა არის ერთ-ერთი კაროლი და ავღწერთ ამ ასე ვთქვათ თქვენი არჩეული მეფის ხასიათს, ზოდიაქოს და იმ დეტალებს თუ როგორ მიხვდებით, რომ ის ადამიანი არის თქვენი მეორე ნახევარი. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგან იმას უკვე შეხვდით, წერთ, იცნობთ, ან თქვენი ყოფილია, ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში თუ მისი აღწერილობა არ გეცნოთ, მისი ზოდიაქო არ გეცნოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ ამ პიროვნებას არ იცნობთ და ასეთი ადამიანი დგას თქვენს ბედში. ის უნდა გამოჩნდეს თქვენთან. მოკლედ, ვირჩევთ პოზიციებს, როგორც გითხარით, ან ინტუიციით, ან საყვარელი ციფრის მიხედვით და გავიგოთ პირველებო დღეს ვინც აირჩიეთ პირველი პოზიცია, ვისაც მოგწონთ პირველი ციფრი, ან ინტუიციამ გიკარნახათ, რომ ამ კარტის მიღმა არის თქვენი მეორე ნახევარი, გავიგოთ ვინ არის ის და როგორ იცნობთ მას. თქვენს შემთხვევაში პირველებო, ეს არის ხმლების მეფე, იგივე ჰაერისტიკის წარმომადგენელი პიროვნება. შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ტყუპები, სასწორები, მერწყულები, მისი დამახასიათებელი ზოდიაქო, ან შეიძლება ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდეს ჰაერის სტიქის. ეს გამოვლინება ექნება იმ ხასიათში, რომ მას ეყვარება ძალიან თავისუფლება, ექნება თავისი ხედვები აბსოლუტურად ყველა სფეროზე, საკითხზე. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს 1000 კაცი რას ამტკიცებს, თვითონ თუ თავი მართალი ჰქონია, იტყვის რომ ყველა ცდება და მე ვარ მართალი. ის ჯიბრიანი არ არის, მაგრამ პრინციპულია. ანუ სხვადასხვა რამეა ჯიბრი და პრინციპი. ანუ პრინციპი არის, როდესაც ჩემს შეხედულებებს პატივს ვცემ, ესეთი ჩარჩო ექნება. ჯიბრი არის, როდესაც მე ვიცი რომ ცდები, მაგრამ შენს ჯიბრზე ამას არ გავაკეთებ. ესეთი განსხვავებები ექნება. ძალიან ბევრი ნაცნობი ყავს, მაგრამ არავის ენდობა. მკაცრია რაღაც თემებში, მაინც ხისტი გამოხტომები აქვს ვიდრე თბილი, მაგრამ თუ მან გული გაუხსნა ადამიანს, არის საოცრად ერთგული, მაგრამ ყველასთვის არა. შეიძლება ჰქონდეს იმიჯი, რომ ჰქონდა ძალიან ბევრი სასიყვარულო ურთიერთობების ბექგრაუნდი, ზოგიერთის თვალში შეიძლება იყოს ნარცისი, ზოგიერთის თვალში შეიძლება იყოს ბაბნიკი, მაგრამ ვინც ნამდვილად უყვარს, ვინც მის, ასე ვთქვათ, სტანდარტებს შეეფერება და ჩათვლის, რომ აირჩევს მეორე ნახევრად, ეს იქნება, ასე ვთქვათ, მისი საბოლოო და ესეთი ადამიანი, რომელთანაც მეგობარიც იქნება, შეყვარებულიც იქნება, ქმარიც იქნება და აბსოლუტურად შეავსებს მას და უერთგულებს. კიდევ გავიგოთ, რა დამახასიათებელი ნიშნებით მოდის ეს პიროვნება. და იეროფანტი, აქ პიროვნება იქნება აბსოლუტურად გააზრებული, ჩამოყალიბებული, უკვე მზად იქნება სერიოზული კავშირისთვის, როდესაც თქვენთან შემოვა, მას უკვე კარიერაც ექნება, მას უკვე ცოდნაც ექნება, ცხოვრებისეული გამოცდილებები ნებისმიერ სფეროში, კარიერა ექნება, ეს თუ პირადი სფერო. და ეს არის უკვე ძალიან გააზრებული ნაბიჯი, რომ სურს სტაბილური ურთიერთობა. ეს ადამიანი თამაშებით და, ასე ვთქვათ, მინდა არ მინდას პრინციპით არ მოვა, პირდაპირ იტყვის თავის სათქმელს, პირდაპირ გადავა საქმეზე. დააფიქსირებს თავის აზრს, პირდაპირ იტყვის, რომ ესეთი და ესეთი ურთიერთობა მინდა,
მომეწონე, შემიყვარდი და ასე შემდეგ. ანუ რასაც იფიქრებს, აბსოლუტურად პირდაპირ გეტყვით. ეს ის ტიპის ადამიანი არ არის, რომ დრო ან თვითონ დაკარგოს, ან სხვას დააკარგინოს და მოფიქრების პროცესში დიდი დრო გაიყვანოს. არა, შეიძლება სამჯერ შეხვდეთ და მეოთხე შეხვედრაზე ცოლობა გთხოვოთ. ესეთი პიროვნება არის. ნუ შეიძლება გქონდეს იურიდიული ან ისეთი საქმიანობა, სადაც გონება მაქსიმალურად დატვირთულია, ჩართულია. ზოგიერთის შემთხვევაში შეიძლება რაღაც ის ხელობაც იცოდეს ამ პიროვნებამ პარალელურად თავისი მუდმივი საქმის, ან ჰობი ჰქონდეს, ან მანქანები უყვარდეს, ან მანქანის ხელობა რაღაც იცოდეს. ერთი შეხედვით შეიძლება ჰქონდეს ესეთი მომენტები, რომ მას არ უყვარს ბევრი საუბარი, მაგრამ ექნება ესეთი მომენტები, რომ თუ ის ისაუბრებს ძალიან სერიოზულ თემებზე უყვარს საუბარი და რაღაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იცის რაღაც შენიშვნის შემოტანა ან მითითება, რაც თქვენს აზროვნებას და შეხედულებებს შეცვლის. შეიძლება რაღაც ჩარჩოდან გამოსვლაში დაგეხმაროთ ეს პიროვნება, რაღაც კომპლექსები დააძლიოთ, თქვათ აი პირობითად არ იცნოთ რაღაც ისეთ ტანსაცმელს, რომ ფიქრობთ, რომ არ გიხდებათ, ან ასაკი არ გაქვთ, რაღაცა კომპლექსი გაქვთ. ეს ადამიანი გეტყვით, რომ სხვას ნუ უყურებ, შენ თუ მოგწონს, ის შენი სიამოვნებისთვის გააკეთე. ეს ადამიანი არ არის, რომელიც სხვა ადამიანს ხვდავს და კომპლექსებს უნერგავს. ეს არის ის ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანის ცხოვრებაში შედის იმისთვის, რომ კომპლექსებიდან გამოიყვანოს. ძალიან კომფორტული არის მასთან ურთიერთობა და სხვათა შორის ამ პიროვნებას აქვს ძალიან ძლიერი ფსიქიკა. ძალიან ძლიერი, ასე ვთქვა, ნერვული სისტემა და ძლიერი ზურგი გაყოლებათ ნამდვილად პირველებო. დაგემშვიდობებით. გადავიდეთ ჩვენ მეორე პოზიციაზე. მოგესალმებით ჩემო მეორეებო. დღეს ვინც აირჩიეთ მეორე პოზიცია და გავიგოთ თქვენს შემთხვევაში მეორე კარტის მიღმა, რომელი კაროლი დგას, ვინ არის, როგორი არის. თქვენს პოზიციაზე მოდის კვერთხების მეფე, შვენიერი, აქტიური, მომხიბვლელი, მომაჯადოებელი ენერგიით სავსე ადამიანი, რომელიც არის ცეცხლის ენერგიის წარმომადგენელი. ის შეიძლება იყოს როგორც ვერძი, ისევე მშვილდოსანი და ლომი. ეს არის აქტიური, სოციუმში ძალიან ცნობილი ადამიანი, უყვარს თავგადასავლები, რისკი, სპონტანურობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა, კარგი იუმორი აქვს, ძალიან აფასებენ მის სიტყვას. ეს არის ძალიან ვნებიანი ადამიანი, კონტროლის მოყვარული, ძალიან მაცდური და შეიძლება პირველივე წუთიდან მისმა ერთმა სიტყვამ თქვენში ისეთი შეგრძნებები გამოიწვიოს, როგორიც არის შუანტელი, მისი ხმა მოგეწონოთ ან მოპყრობა, რაღაც შეიძლება ძალიან ისეთი ქალთან მიდგომა იცოდეს ისეთი, რომ მაშინვე დაუვიწყარი ხდება. გავიგოთ კიდევ თქვენი მეორე ნახევარი, ვინ არის და როგორ იცნობთ მას. ყველა არ ვახსენე, რომ ამ პიროვნებას უყვარს რისკი, შეიძლება ჰქონდეს ჰობი, სპორტული მანქანები, მოტოს მართავდეს, ან სისწრაფე უყვარდეს, ან სპორტში აქტიურად ჩართული პიროვნება იყოს, სადაც ბევრი რისკია. მუდმივად გადაადგილება უწევს, ან უყვარს, ან ძალიან უყვარს მოგზაურობა, შეიძლება გზაშიც გაიცნოთ ეს ადამიანი, ან სადღაც სამოგზაუროდ წახვიდეთ და იქ გაიცნოთ ეს პიროვნება.
ან თუ შორის იცხოვრებთ, ეს მას არ შეაშინებს, რადგან ღამის 3 საათზე თუ თქვენი ნახვა მოუნდება, მოძებნის იმ გამოსავალს, რომ თქვენთან მოვა. იტყვის გააკეთებს. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის გასაკეთებელ საქმეს თვეობით და წლობით არდებს. რაც უნდა, იმას მალევე იღებს. ძალიან კარგად იცმევს, ჩაცმის სტილის შეგრძნება აქვს ძალიან ისეთი შეიძლება უბრალოდ რაღაც ფერების კომბინაციით ან კლასიკური დეტალებით ისე შეუხამოს რაღაცები ერთმანეთს, რომ ძალიან გამოირჩეოდეს მასისგან. ან უყვარდეს ძვირადღირებული ტანსაცმლის ტარება, ან ძვირადღირებული მანქანა ჰყავდეს, ეს რაღაც ფუფუნებისკენ მიდრეკილება აქვს. თვითონაც გამოიმუშავებს, მაგრამ იმაზე ძვირფასად გამოიყურება, ვიდრე აქვს. ეს პიროვნება ნამდვილად არ არის სახლის ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად შეხვდებით კლუბებში, ბარებში, იქ სადაც ხალხმრავლობა, იქ სადაც გართობა, იქ სადაც ფული ტრიალებს, შეიძლება კაზინოშიც. მაღალი ხარისხის ცხოვრება უყვარს, არაფერს არ დაიკლებს და სახში ყოფნა არ უყვარს. ასე მიხვდებით თუ როგორი ადამიანი არის, მაგრამ სიყვარულში ოჯახის ფასი ნამდვილად იცის ამ ადამიანმა, სიყვარულის ფასი ნამდვილად იცის ამ პიროვნებამ და სადაც წავა თქვენი გვერდში ყოფნა მას მოუნდება და ეს ადამიანი ისეთი არ არის, რომ პარტნიორი დაავიწყდეს და ცალკე ცხოვრება ჰქონდეს. თვითონაც აქტიურია, მაგრამ მუდმივად თქვენ თუ სურვილი გექნებათ, სულ მის გვერდით იქნებით, იმიტომ რომ ძალიან თბილი არის და ეს ოჯახური კერა, როგორც მეგობრები, ისევე ოჯახი იმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაგემშვიდობებით. გადავიდეთ ჩვენ ახლა უკვე მესამე მეფესთან, გავიგოთ მესამეებო, ვინც აირჩიეთ მესამე კარტი, რომელი მეფე დგას ამ კარტის მიღმა, ვინ არის თქვენი მეორე ნახევარი და როგორ იცნობთ მას. თქვენ შემთხვევაში აქ მოდის მამაკაცი, რომელიც არის კურო, ქალწული ან თხის რქა. ეს არის მიწის სტიქია, ეს არის მყარი ადამიანი, ეს არის სტაბილური პიროვნება, მაგრამ მას არ უყვარს სიჩქარე, არც სპონტანურობა, მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დაგეგმვა. ღამის 12-ზე, 2-ზე გამთენისას რომ გააღვიძოთ, ის არ აჩქარდება, არსად არ აჩქარება. მან ზუსტად იცის 10 წლის მერე სად იქნება, ვისთან იქნება, თითქოს აი ყველაფერი გათვლილი აქვს, ყველაფერი გაწერილი აქვს, არ უყვარს თუ მისი გეგმები შეიცვლება, არ უყვარს თუ ვიღაც აჩქარებს, ან თავის საქმიანობაში ჩაეჭრება, რაღაცა თავისი ისეთი მიკროსამყარო აქვს, სადაც საათის ისრები სხვანაირი დროის მამოძრავებელი ენერგიით მუშაობს, ხო? ანუ აქ ეს პიროვნება არის რაღაც კომფორტის მოყვარული, რა თქმა უნდა, უყვარს, როდესაც გამოიმუშავებს, მისთვის კარიერა ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება კარიერისტიც იყოს, მაგრამ უფრო ზანტი და რაღაცა ცოტა შეიძლება სიზარმაცისკენ მიდრეკილებაც ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ უყვარს ფულის გამომუშავება, სიზარმაცე ჰქონდეს ფიზიკურ აქტიურობასთან. ესეც შეიძლება ჩავთვალოთ. უყვარს განმარტოვება, შეიძლება ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავდეს, მუდმივად იმაზე ფიქრობდეს, თავისი შემოსავალი როგორ გაიუმჯობესოს და უფრო კარიერისკენ იყოს მისი გონება გადართული, საეჭვიანო საბაბს ნამდვილად არ მოგცემთ, იმიტომ რომ სულ თითქოს მამაკაცების წრეში ტრიალებს და დიდად ქალი მეგობრები არ ჰყავს. ან უყვარს სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში მისვლა და დასვენება, განმარტოვება, იმიტომ რომ მუდმივად ფიქრობს თავის მომავალზე და კეთილდღეობაზე, ვიდრე
ახლა რაღაც გართობაზე ან სპონტანურად რაღაცების გაკეთებაზე. შეიძლება მას ყავდეს შინაური ცხოველი სახლში და უერთგულეს მეგობრად მას უფრო თვლიდეს ვიდრე კონკრეტულ სხვა ადამიანს. სიყვარულში ქალის გონებას შემოქმედებით უნარებს, ფულის გამომუშავების უნარებს და სიცივეს და სიხისტეს უფრო პატივს სცემს, ვიდრე აი ესეთ გოგოს, რომელიც ჯერ, ასე ვთქვათ, არ არის გამოცდილი ამ პიროვნებას შეიძლება ასე კით უფროსი ქალები მოსწონდეს. ან თავის გამოცდილი ადამიანები მოსწონდეს, ან ქალი, რომელთანაც დაჯდება და ისაუბრებს თავის კარიერაზე, ან რაღაც ისეთ მამაკაცურ თემებზე, ან მანქანებზე, ან რა ვიცი, რაც უყვარს ფეხბურთზე, ლუცერტად დალევენ, უფრო ესეთი ადამიანები ხიბლავს მას და თუ თქვენ აგირჩიათ, ჩათვალეთ, რომ ის მიგიღებთ როგორც ანუ თქვენი გონებით იქნება მოხიბლული და შეყვარებული პირველ რიგში. ანუ ბევრია ლამაზი ქალი, მაგრამ ერთია ჭკვიანი, მისი დევიზი ესეთი არის სიყვარულში. მიუხედავად ამ რაღაცა თითქოს ესეთი ჩარჩოებიანი ტიპაჟისა, მას ნამდვილად აქვს სხვა ბუნებაც, ეს არის სექსუალური ენერგია, საკმაოდ ტემპერამენტიანი იქნება და საკმაოდ, ასე ვთქვათ, ამ კუთხით ვნებიანი იქნება ეს ადამიანი და შეიძლება მისი მხრიდან იცით როგორი ინიციატივები იყოს, რომ მუდმივად ან მასთან დარჩეთ სახლში, ან არ უყვარს, როდესაც ხართ ერთად და მერე თქვენ ცალკე წახვალთ და სხვაგან დაიძინებთ და ანუ პირდაპირ შეიძლება შეყვარებულობის დროსაც ხშირად მოგიწიოთ ერთად დარჩენა. იმიტომ რომ იმდენად მცირე წრე ყავს ამ ადამიანს და იმდენად მარტო არის სულ, რომ თავის მარტოობა ცოტა მობეზრებული შეიძლება ჰქონდეს და ამ მარტოობის, ასე ვთქვათ, გაფანტვა მხოლოდ თავის პარტნიორთან უნდოდეს, იმიტომ რომ როდესაც ყავს მას თავისი რჩეული, სულ უნდა რომ გამამხნევებელი ენერგია მიიღოს. ამ კუთხით თბილი იქნება და ყურადღებიანი. დაგემშვიდობებით, მაგრამ უფრო სახლის ტიპაჟი არის აქ. დაგემშვიდობებით თქვენ. ესეთი მეფე იყო მესამე პოზიციაზე. და ჩვენ გადავიდეთ მეოთხე პოზიციაზე. მოგესალმებით, ვინც აირჩიეთ დღეს მეოთხე პოზიცია. გავხსნათ თქვენი მეორე ნახევარი. ეს არის მეფე, რომელიც არის თასების. ეს არის სტიქია, წყალი, მორიელი, კირჩხები, თევზები. ეს არის სუპერ მგრძნობიარე, ემოციური, ძალიან სენსიტიური გრძნობებით იმართება, ძალიან ადვილია მისი გახარება, ძალიან ადვილია მისი განაწყენება, მუდმივად რაღაც ხელვებშია, ემოციებშია, ძალიან რომანტიულია. ეს არის ადამიანი, რომელიც არის საკმაოდ თბილიც, ესეთი რაღაც უფრო სხვა მეფეებისგან განსხვავებული, იმით რომ უფრო მეტად გრძნობიარე არის, ანუ აი მართლა პატარა ბავშვით ესეთი შეიძლება შედარება გქონდეთ, რომ მისი გული იქნება პატარა ბავშვით, უხარია ყველაფერი აბსოლუტურად. როდესაც შეყვარებულია თავის თავს გადადებს, პარტნიორის გამო ყველაფერზე წავა. თქვენ შემთხვევაში შეიძლება აქ ეს ადამიანი იყოს უცხოელი, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს, ეთნიკურად აბსოლუტურად სხვა კულტურას მიეკუთვნებოდეს, არ იყოს თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან. ეს აბსოლუტურად ძალიან ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში ასეა. შეიძლება ეს პიროვნება სადღაც გაიცანით, ან
კონტაქტობდით, მაგრამ მე საკონტაქტო ურთიერთობა გაწყდა და აღდგენილი ურთიერთობა გქონდეთ ამ ადამიანთან, ან როდესაც გაიცნობთ რაღაც მომენტში მე თქვენი კონტაქტები დაიკარგოს და მე ისე მოიციოთ ერთმანეთი და მე აეწყოს თქვენი ურთიერთობა. და ამ პიროვნების თვალში სხვათა შორის, იცით რა არის, აქ იცოდეთ რომ ამ პიროვნებას თქვენ ძალიან მოეწონებით, რადგან თავიდანვე ვერ ამოგხსნით, ან იმდენად განსხვავებული კულტურის წარმომადგენლები იქნებით, რომ ამ პიროვნებას მიიზიდავს თქვენი განსხვავებულობა, თქვენი აბსოლუტურად სხვანაირი ჩაცმის სტილი, ან ზოგადად კანის ფერი, ანუ მისგან აბსოლუტურად განსხვავებული რომ იქნებით, ზუსტად ეს იქნება მისთვის მისაღები. ზუსტად ის იზიდავს, რომ უცხო არის თქვენი ნატურა, თქვენი ბუნება, თქვენი ენა და ძალიან რაღაცნაირად მიზიდულობას ეს ფაქტორები უფრო წამოწევს. თუ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც არის ჩაკეტილი და არ გაეხსნებით მალევე და თქვენს, ასე ვთქვათ, კარტებს მალევე არ გახსნით მასთან, მოგეწონათ, არ მოგეწონათ, რას ფიქრობთ, თუ ამ, ასე ვთქვათ, მოხიბლის თამაშს დიდხანს გაწელავთ და თან მოუშვებთ ახლოს და თან დისტანციას დაიკავებთ, აბსოლუტურად ეს ადამიანი გაგიჟდება, გადაირევა, ისე შეუყვარდებით, იმიტომ რომ მისთვის ძალიან დიდი აზარტი იქნება თქვენი მოპოვება, თქვენი მონადირება. იმასაც გააცნობიერებს, რომ თქვენი საბოლოო მორჩილება მას არ გამოვა, იმიტომ რომ ძალიან სხვანაირი ხართ და რაღაც ლიდერი ხართ, მასზე მეტად ლიდერი ხართ, ვერ დაგიმორჩილებთ ბოლომდე, მაგრამ აი მის მცდელობა, რომ თქვენი გული მოინადიროს და თქვენ ის შეგიყვარდეთ, მისთვის იქნება ცხოვრების მთავარი გამოწვევა. ძალიან აზარტული ადამიანი ყავს ჩვენ. ნუ აქ კიდევ ერთი კარტი დავამატე და კიდევ ერთი მინიშნება არის, რომ ეს პიროვნება არის უცხო ქვეყნიდან და შეიძლება ეს ადამიანი ან შემოვიდეს, ასე ვთქვათ, იმ კუთხით, რომ სხვა ენის სწავლა დაიწყოთ და იქ გაიცნოთ, ან რაღაც მომენტში რაღაც სწავლებასთან დაკავშირებითაც შეიძლება იყოს ეს მდგომარეობა, ნუ ზოგიერთ თქვენთაგანისთვის, რა თქმა უნდა. თქვენი მეორე ნახევარი ვინ არის და როგორ იცნობთ მას? მას იცნობთ იმით, რომ რამდენჯერაც უარს ეტყვით, იმდენჯერ მაინც სამყარო თქვენთან დააბრუნებს ამ ადამიანს. თუ მასზე უარს იტყვით, მაინც თითქოს თქვენვე დაიჯერებთ, რომ ბედი არის ჩარეული, რომ მაინც უნდა შეხვდეთ ან დაეკონტაქტოთ. და შეიძლება ეს ადამიანი აბსოლუტურად ესეთი პიროვნება იყოს, რომ ძალიან ჯიუტად დაგეგმოს თქვენთან თავისი მომავალი და რასაც იტყვის გააკეთოს და ამით ცოტა გაგაკვირვოთ კიდეც, რომ აი ნახე, როგორ არ დაანებდა და რაღაც აი ამ მისი შეუპოვარი ხასიათით თქვენ ძალიან მოიხიბლოთ. მე დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ ყველას და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.